Cherry, cada cuma,
Elferit
პარტი არ ვარ, ჩვენ ერთი და განუყოფილი. ეს როგორ გავიგო? მე ნაწილი ვარ, რომელიც საოცრად და ეშინია სიმარტოვის. დიახ, ეშინია, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო. თითქოს ჩემში ორივე ჩასახდა. ერთი მეუბნება, გაიქეცი, წადი, მეორე კი ბოჭავს, მისწერს, თითქოს მარწუხებს. მშვიდობით, ჩემო ნაზო ვარდო, შენ გვერდით ვეღარ ვქნები, მაგრამ გულში უნდა გატარებ, შენი სითბო გზაზე გამასპობს. არ ჭირდება შენი სითბო, შენი მზერა, ეკლები მაქვს საკუთარ თავს, მეც დავიცავ მომთხოვ, გითხრა რა მტკივა, შენი ზრუნვა უკვე ზედმეტია, გადაიტანე შენი მზერა, სხვაზე ქარი და სიჩუმე ჩემთან დარჩება, შენ კი დაიკარები შორ გზაზე. მე მაინც ვფიქრობ შენზე, შენი მარტოობა მტკივნეულად გამახსენდება, უნდა წავიდე, თხოვ მაპატიე, მაგრამ გულში მუდამ იქნები, მაგრამ გულში მუდამ იქნები, მაგრამ გულში მუდამ იქნები. მშვიდობით, გაშორია. მშვიდობით, გაშორია. არ ჭირდება შენი სითბო, შენი მზერა, ეკლები მაქვს საკუთარ თავს, მეც დავიცავ მომთხოვ, გითხრა რა მტკივა, შენი ზრუნვა უკვე ზედმეტია, გადაიტანე შენი მზერა, სხვაზე ქარი და სიჩუმე ჩემთან დარჩება, შენ კი დაიკარები შორ გზაზე. მე მაინც ვფიქრობ შენზე, შენი მარტოობა მტკივნეულად გამახსენდება, უნდა წავიდე, თხოვ მაპატიე, მაგრამ გულში მუდამ იქნები. იცის, ახლა მეზობლები იყვნენ ასტეროიდები. 325, 326, 327, 328, 329, 330. თუ უცნაურის ყოლსა გადაწყვეტეს პლანეტები დაეთვალიერებინა, რადგან ცოდნა შეეძინა და უკმად არ ყოფილიყო. პირველ პლანეტაზე ერთი მეფე ცხოვრობდა. მან ძუძების და ყარყულის ბეძლებისა. ძალიან უბრალო, მაგრამ მაინც ძალიან დიდრულ ტახტზე იჯდა. მე ვარ მეფე, ვარ ყველაზე ცისუფალი, ჩემი სიტყვა არის კანდა მართალი სხვა, არავინ არ არსებობს ჩემზე დიდი, ყველას მართავ მე ვარ თავისუფალი, ჩემი ტახტი ვარსკვლავების ელჩი დგას, ამაყად მე ვარ ხელისუფალი, მზეს უბრძანებულს ბად გავჩინარდეს, სული მაფუთარეს, ამ მონათებ თუ გაბედავს, ვინმე ჩემზე ურჩებას, მომწავს ვარ დაუნდობელი, მე ვარ მეფე თვითმკვლელი, მართველი, მიწისა და ზეწის ხელისუფალი, ჩემი სიტყვა კანონია უცვლელი, მასტერისთვის და მეზე დამხედველი. მზეს და ვარსკვლავის ვერ გემორჩილება? რა თქმა უნდა. მინდა და მზეს ჩასვლა ვნახვა. ძალიან მიყვარს, როდესაც მზე ჩადის. მზის ჩასვლასაც იხილავ. ვუბრძანებ, რომ ჩაესულოს, მაგრამ ხელმწიფების სიკვდილის თანახმად ხელსაყრელ პირობებს დაველოდებ. ხელსაყრელ პირობებს? როდეს დადგება ეს ხელსაყრელ პირობები? ეს იქნება 7 საათზე და 40-ზე. აი მაშინ დაბრუნდები, როგორ სრულდება ჩემი ბრძანება. ანუ როდესაც მოვიდე ამ მზის ჩასვლა ვნახვა, უნდა დაველოდებ ხელსაყრელ პირობებს? მე წავედ. იუსტიციის მინისტრად ვიშნა, მაგრამ ახალი არავინ არ გასასამართლებელი. ხალხი გადასამართლოთ? საკუთარი თავი გაასამართლე. ეს ყველაზე ძნელი საქმეა. საკუთარ თავს ვერ ყველგან და სულ გავასამართლე. შენ ძალიან ჩადგნიშნა. მე ვარ მეფე, ვარ ყველაზე ცისუფალი, ჩემი სიტყვა არის კანდა მართალი სხვა, არავინ არ არსებობს ჩემზე დიდი, ყველას მართავ მე ვარ თავისუფალი,
Good morning, good night. I want to take a break, but work doesn't allow me to. Dia, ცუდათა, დილა მშვიდობისა. თუში შრაკაშორდა ნადვილი სანახავია, საღამა მშვიდობისა. დილა მშვიდობის, წესია, საღამა მშვიდობის. Good morning, good night. Ante
რომელ პლანეტას ვარირებად მოუჩებ? დედამიწის. დედამიწის ყველაზე შორი პლანეტა პლანეტა. კი, დედამიწი ჩვენც ამას გვევდება. დედამიწა? დამეხმარე ეს არის შვენიერი თამაში მოგზაურობა აღწერე სამყარო პერმიქსადა საუბრება ახარია აი როგორ აღმოჩნდა პატარა უფლისწული დედამიწაზე. ის კერძეგარას, მეგობრობას, ალბათ გულწრფელ კავშირს, რომელიც პლანეტასაც კი გადააჭარბებს. მიდივარ შორეულს მწყობრებზე სადაც უცნაური ხალხურდაა დიდედი ცხოვრობენ მხოლოდ მარტო მაგრამ მათი თვალები სულხვანად ხედავს ერთი ვიხილებით ცალკეში ყურება როის პლასტიკის შუმაგრიშებში ნითვის ძიშუხიც კი არასწრებს უშიში მარტოობას ეხერება მეორე კი მხოლოდ მუზე ფიქრობდა თვიდა ყველაფერს კითხულობდა ანგარის მასაღარ ახსოვდა ყვავილების სუნით და ვარდყვავით თითქოს აღარ ციმცივენენ მისთვის შახტებზე მივდიოდი სურდებოდი მას ყველა მათგანი ჩუმად ფიქში გახლათული და მესმოდა როგორ დაკარგეს ნამდვილი რაღაცნაირად გრძნობებით მაზად სილამაზე დიდები მართლაც უცნაური ხალხია ისინი ვერ ხედავენ იმას რაც გულშია ჩუმად ისინი დაივიწყდნენ სიყვარულს და დროას მაგრამ მე მაინც რაც მართალია მივდიოდი მთვარეზე და მზესთან ყველა პლანეტას ხვამეს ვპოვლობდი იყო კიდევ ერთი ვისაც მეფობა სურდა მაგრამ მისი სული ჯერ ისევ მარტო იყო გიგებს აშშეში თავიანთი მარტოობის ისინი კი მაინც მართავენ ფიქრით და თავიანთი მაგრამ ვერ იქნობენ რომ გულით ვხედავენ თვალია და მიხედავ რომ ეს უცნაური მაგრამ ნამდვილია დიახ დიდები მართლაც უცნაური ხალხია ისინი ვერ ხედავენ იმას რაც გულშია ჩუმად ისინი დაივიწყდნენ სიყვარულს და ზურმას მაგრამ მხოლოდ გულით ვიქნობ ვინ ხარ? მე მელია ვარ. მელია? ვინ მეგობროთ? არ შემიძლია. მე მოუშინაურებელი მელია ვარ. რას ნიშნავს მოუშინაურებელი? არ შემიძლია გემეგობრო ჩემო პატარა მე ხომ არა ვარ მიჩვეული მათი ურგწნობას არ შემიძლია გემეგობრო გულში ჩაგიკრა რადგან არსება ჩემი არის მაცდური და საბამიდან ხოლოდ სარგებელს ვეძებ ყოველ ნაბიჯზე და მაქვს ნიღაბი სადობის ცხელით მოსილი ხოლოდ
შინაურები. ახლა ადამიანებს დროანად ყოფნით რომ რამე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში. ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. თუ მეგობარი გსურს მომიშინაო, მოვიფიქრე. როგორი მარტო სულია, რამდენი საინტერესო პერსონაჟი შეხვდა, მაგრამ მეგობარი და თანამოადრე ვერსად იპოვა. არ იცვლება რა, დანარჩენ შემდეგ გავაგრძელებ. ხო მართლა, სადგილად დასასვენებლად წასვლა. მიხარია, მანქანა ვახშაკი გეთებია. საიდან იცი? დღეს მეც დავბრუნდები. ოღონდ შენი გზა უფრო შორია და უფრო გრძელი. მე მყავს შენი ბატკაში, მაქვს მისთვის 5 და პირსაკრა. შენობა ბიჭო, შენი უბრალოდ შეშინებული ხარ. ამ საღამოს უფრო შემეშინდება. ამაღამ წელისთავის შესრულდება. ამაღამ ჩემი ვარსკვლავი სწორედ